მოგესალმებით ბათუმელების ლაივში, მე ჟურნალისტი ჯაბან ენიძე ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სალიბაურში, სადაც მოსახლეობამ, ვინც აქ ცხოვრობს, შეეჩერა შემოვლითი გზის მშენებლობა და გაშალა კარვები. ისინი ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს მშენებელი კომპანია და ხელისუფლება. ისინი თხოვენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას და ამბობენ, რომ მიიღეს მისგან დაპირებები ჯავაფუთქარაძისგან, თუმცა ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი და მორიგი შეხვედრა არ გამართულა. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ მოსახლეობას, რომლებიც აქვე არიან და ამბობენ, რომ ღამითაც რჩებიან კარვებში და უშუალოდ მათგან გავიგოთ მოთხოვნები, თუ რის გამო შეეჩერეს შემოვლითი გზის მშენებლობა და რატომ გაშალეს კარვები. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. რომ მოგვიყვეთ, რატომ შეაჩერეთ შემოვლითი გზის მშენებლობა? რატომ შევაჩერეთ და ჩვენ გვინდა ვთხოვთ, რომ ხელშეკრულება მომცეს, მინდა რომ დამაკმაყოფილონ კანონიერად. რას მოითხოვთ თქვენ? რას მევთხოვ? ქირის ფული იმ დღეიდან რომ დაანგრიეს, იმ დღეიდან 2 წელიწადია მე ყანაბახში არ მიმუშავე მათ ხელში, არც მკითხეს. მისით იქნეს ან თქვენ მიწის ნაკვეთს სარგებლობენ ამ მშენებლობის დროს? დამპირდნენ მოგცემთ თანხას, ქირას, მაგრამ არა, სამჯერ შევედი, სამჯერ უკან მოვეცარივე. ამას ვთხოვ. ან თქვენ არაფერს არ გიხდიან იმაში, რომ ეს თქვენ მიწას სარგებლობენ? მოვიდა და მეუბნება 1000 ლარი, რა ის 1000 ლარი? 2 წელიწადია ჩემ მაშიყანაში დარბია. მე ვერ დავამუშავე. მე იქიდან ვსარგებლობდი. გავდი ყველაფერი, ტონაზე სიმინდი მომქონდა, ხეხილი მქონდა, ნიგოზი მქონდა, თხილი მქონდა. სადაა? ეს მშენებელი კომპანია რაში იყენებს თქვენის მიწის ნაკვეთს? გზა. ან თქვენ ვეღარ გამოიყენებთ აწე ამ მიწის ნაკვეთს? და ვთხოვ, რომ დამაკმაყოფილონ მომცენ მისი საფასური ფული, რა ვიცი. ეს თქვენი მიწა იყო, ანუ საკუთრებაში გქონდათ? როგორ იცი? ხო მიჩარი წეუბეთ ესა. რამდენი წელი უკვე 30 წელიწადია ამაგას ვამუშავებთ ჩვენ. ასე რომ მოხდა აღებაში, იგვიღეს 700 მეტროს იმიხადეს, დანარჩენი დარჩა, შენი აქ ალბათონო, შენი მისა, შენი იქნება ისარგებლო. მოვღობენ ამასაც ქოხიც მქონდა, ქოხიც. იქ ხოხიც აღარ იყო რომ ჩამოდე. ამათ ვიყავ თურქეთში ვისაც, შაქარი მაქვს, ამათ ყოფი ხალი ვარ. ეს თქვენი მიწა რეგისტრირებული გაქვთ საჯარო რეესტრში და ამის მიუხედავად ვერ მიიღეთ კომპენსაცია ან სხვა რაღაც სარგებლობები? არა, დამპირდეს მომცენ. საბუთში წერია. თავრობა თუ აგართვანს მაგ მიწას ისარგებლებს, უნდა დიდი მიხადოს იმის ქირის ფული. იმ დღეიდან. ეს ხელშეკრულება ვინ გაგიფორმათ, რომელმა კომპანიამ? საგზაო დეპარტამენტი. გზების დეპარტამენტმა გაგიფორმათ და კომპანია რომელი კომპანიაა, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს? ახლა არ ვიცი რომელი კომპანია. ან თქვენ ვერ თქვენ ვერ შეთანხმდით ამ კომპანიასთან ამ სარგებლობაზე? ასე დამპირდეს და არ მომწეს და აგერ ზივა რა, ველოდები. იმი მგონე გზა ჩავკეტეთ, არ გუშვებ. ანუ თქვენთან მოგეთ ეს მიწა უკვე დაჭირდა ამ კომპანიას შემოვლითი გზის მშენებლობისთვის, თუ სარგებლობენ და მშენებლობის პროცესში სჭირდებათ? სარგებლობენ. ანუ ამისთვის ითხოვთ თქვენ ამ თანხას, ხო? თქვენი სახელი და გვარი? ივანაძე სეფი. მადლობა. თქვენ რა მოთხოვნა გაქვთ? მე მშენებლობის დაწყების დღიდან ჩემს სახლმა დაიწყო მოძრაობა. იმ დღიდან ყველგან აბსოლუტურად სადაც იყო კანონიერად, სადაც შეიძლება ხმა მეცნა ყველგან მერიას, საგზაო დეპარტამენტს, იუსტიციას, აბსოლუტურად სადაც რომ იყო საჭირო ყველგან. რამდენი ხანია რაც აქ გადის უკვე ეს გზა? 2 ნახევარზეა მეტი. 3 წელია, 3. და რაც დაიწყო მშენებლობა, მას შემდეგ შეიქმნა პრობლემები? დღიდან აქ დიდი ნანგრევი, იგი იყო მშენებლები, ისინი რომ დაანგრიეს ამ გზების შედეგად საქმე დაიწყო მერყეობა, ზარები გაჩნდა, რომ მივეცით აი განცხადებები, მუშაობა დაიწყო, ну თითქმის 1 წელი გავიდა, მოვიდა ექსპერტი, 10 წელზე მეტია რომ ექსპერტმა ჩიტარებული, ექსპერტმა აქ შეცვლილება შეიძლებაო. აქ უნდა რომ დარჩეს სახლი, ის შენებლობა მაინც ზიანს მიაყენოს, დაშლისო, წავიდა. გაქვთ ეს დასკვნა ექსპერტის დასკვნა? ნუ წავიდა ეს ექსპერტი 6 თვის განმავლობაში 10 დღეში მოვა პასუხი, 6 დღე გავიდა. მე რომ დაურეკეთ, არ ვიპასუხეს, რომ ჩავედი, ეგ მოუხსენეს, სხვა გამოგზავნეს.
ასეთივე განაცხადი გააკეთა მაგანაც იქიდან მონაწერის ყონაერად გააკეთა. მე მივმართეთ კიდე საგზაო დეპარტამენტს ხურად ჩამოვალთ არ ჩამოვიდნენ აი რომ უკვე ბოლოს წერტილი რომ მოვიდა აქ მუშაობა დაიწყეს საქმე ისეთი მოძრაობა დაიწყო ტალღასავით მოძრაობდა და აი ბზარები საყრდენი გახეთქა მთლიანი სახლის კრუგომწრიული გახეთქა ახალი პატარა სახლი მაგ იგიც გახეთქა რომ მივმართეთ საგზაო დავაჭირეთ გზა უთხარით რომ აქ არ შეიძლებოდა ამის პრეს დასაკეთებელ ძლიერი ტექნიკის მუშაობა პოლიცია ჩავიეს პოლიცია რა თქმა უნდა განმოხდა სიტუაცია ისეთი კი არ იყო მაგრამ მაინც გადაგმარდეს მაშინ საგზაო დეპარტამენტის უკვე მესამეჯი რო ჩამოვედი შეიძლება განცხადება სამშაბათ თუ ოთხშაბათი ხო ჩამოვიდი და ამერიკას უნდა ჩამოხვიდეო მე უთხარი კი ჩამოვალ მაგრამ თუ ჯანმრთელობა ხელმისაწვდომი იმიტომ მე ოპერაცია მაგაკეთებული ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ თუ ეს არ შემიძლია უბრალოდ მოძრაობა და უთხარი ძალიან სულ მდგომარეობაში მოძრაობა არ შემიძლია და მაგ ქალაქი მაკინა რას გაარკვევთ ამოდით ადგილზე ნახეთ რა სიტუაცია ჩემი სახლი ეს მინდა გირეკად ეს ამერიკას საგზაო დეპარტამენტი ნიშა იყო ერთი და ხლა გვარები არ მახსოვდა ერთ გიორგი მეორე ანუ თქვენ მოკლედ რომ განმარტოთ გაქვთ ექსპერტიზის დასკვნა რომელიც ადასტურებს რომ შემოვლითი გზის მშენებლობამ დააკაზიან და ამან გამოიწვია ეს დაზიანებები თქვენ სახლში იყოს ექსპერტი შემოვლითი გზის საფუძველზე მაგრამ შეიძლება იყოს თავიდან არ იყოს სხვა მშენებლობა არ მიმდინარეობდა ხო ანუ ადრე თქვენ სახლს ბზარები არ გქონდა მაგრამ დადასტურდა ის რომ ამ შენებლობამ გამოიწვია ბზარები თქვენი სახლის კედლებზე ყოველდღე არ დასტურდება იმატა და სახლი მთლიანად სიჯანომ დარჩე და აქ რო იმუშაოს მაგ იყო გვეშინი არ დაინდეს სახლი და მეორე ახალნაშენი სახლი პატარა სახლი იგის მთლიანად გასკდა ნუ ჩანს ეს თქვენი საკუთრებაა სადაც სახლი რა უნდა კერძო საკუთრება და მე ხელშეკრულება გამიფორმე ხელშეკრულების გაფორმებამდე სახლის სამჯერ აზომეს ყველაფერი აღწერა ეს ხელშეკრულება რაზე გაფორმდა ეს ხელშეკრულება გაფორმდა იმის საფუძველზე რომ თუ ზიანი მიადგებოდა ჩემს სახლს ჩემ კონებას ჩემი წინაკვეთში იქნებოდა შემოჭრა იქნებოდა ანაზღაურება თუ ეკვემდებარებოდა გასახლებას მომდა მომხდარიყო გასახლება ამის ნიადაგზე ვიყავით გაჩერებული ყველაფერს ვიფიქრეთ რომ ნახოთ სამართალით წავედით ყურადღებას მოგვაქცევენ 2 წელი 3 წელი თვით გავიდა მაგრამ არანაირი ყურადღება არ მიგვიყვება დღეს ხვევით აქ რო ვზივართ არანაირი ყურადღებას არავინ არ იჩენს ჩვენ ამ საქართველოს მოქალაქეები ვართ არ ვართ ეს იგივე ვეღარ ანუ ხელშეკრულება გაქვთ რომ თქვენ დაზარალდებოდით მიიღებთ ანაზღაურებას მაგრამ ეს ვერ მიიღეთ და რა პასუხი მიიღეთ მაშინ ამ კომპანიისგან ან გზების დეპარტამენტისგან გაკეთო აქცია მე ვუთხარ აქციის გაკეთების უფლება მაქვს მაგრამ უფლება არ მაქვს მოვითხოვო ჩემ ხელშეკრულებით გათვალისწინებით დაპირებები ან კომპანია ამბობს რომ ეს არ გამოუწვევია ზიანი სამუშაოებს ამბობს რომ ეხება საგზაო დეპარტამენტს უნდა დაეკმაყოფილებიათ თქვენი თავი ჩვენ ასეთი სიტუაციაში არ უნდა აღმოჩენილ და გზების დეპარტამენტში რა პასუხი მიიღეთ გზების დეპარტამენტმა მითხრა რომ ეხლა ჩემი განცხადების შეტანიდან მე-13 წლის თავზე მეუბნება რომ მაიაკებს დავაყენებთ ეხლა მე ვთქვი რას მელაპარაკებით რა ის მაიაკებს მელაპარაკებით იმ შემთხვევაში როცა აგრომ ტრაქტორი მოძრაობას იწყებს სახლი მთლიანად ეკანება ვთქვი უნდა ჩამაგდოთ სახლში აქამდე სადიყავით 3 წლის განმავლობაში ეგ რთული საქმე არ იყო მაგას უნდა წუთები რომ გაეკეთებ თქვენ შეხვდით როგორც ვიცი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ხო რა გაიგო ამ შეხვედრაზე და რატომ შეხვდით ეკონომიკის მინისტრს მე არ დახვდა ადგილზე ჩვენ 3 გითხრათ რომ 3 საათი იქნებიო ჩავედი უბრალოდ 3 საათი იყო და ადგილზე არის გამოძახა სადღაც წავიდა ან მოა არა შეხვედრა არ შემდგარა მანამდეც არ შედგა შეხვედრა მანამდე ბატონ გოჩა დაგვარია გაბაიძესთან დავით გაბაიძესთან გოჩა გაბაიძესთან ქონდა შეხვედრა ნუ ის რაღაც თვითონ არ არის წასულია და თვითონ დაწილებით მან უფრო უკეთესად ჩვენი 12 ოჯახის მაგის თაობას სულ რამდენი ოჯახს აქვს პრობლემა 15 ოჯახს აქვს სულ პრობლემა და რამდენი ოჯახი ცხოვრობს აქ მიმდებარედ სადაც გადის შემოვლითი გზა სამი აგერა და 12 ვარ კორპუსში აქ მაგალითად ჩემი ვიფიქრე პატარა სახლი მაქვს იქ ჩავალ მაინც ბავშვი ჩავიყვან მეთქი იგის გასკდა და სად უნდა წავიდე ჯობი აგერ გამოვალა და მაინც ჰაერს დავждები იქ რომ არ ველოდები როდის ამოხდება ხო არ მიგიმართავთ თქვენ ან რომელიმე სხვა პირი სასამართლოსთვის არ მიმართავს იმიტომ რომ მე მაინტერესებს რის საფუძველზე შედგა ის ხელშეკრულება თუ იმ ხელშეკრულებას არ ქონდა ძალა ისეთი რომ ამ ხელშეკრულების იმედით მე აქ ნებადამერთო გზის მშენებლობის
რაღაცა იგი მქონოდა მაშინ რა აზრი ქონდა მაგ ხელშეკრულებას მე მითხრას რომ ხელშეკრულება არ ხდება იმიტომ რომ ხელშეკრულება თავისთავად იგივე სასამართლოს განაჩენი რომ გამოიტანს ეგეთი ძალა აქვს ან თქვენ ეხა ითხოვთ მარტივად ზიანის ანაზღაურებას თუ ითხოვთ რომ უნდა გასახდეთ ზიანის ანაზღაურებას მე ვითხოვდი 2 წლის წინ როცა სახმა ბზარები მისცა რო უთხარი გამაგრება მიეცდა ეგება ამ მდგომარეობაში არ შესულიყო ეხლა უკვე აღარ ექვემდებარება რემონტს იმიტომ რომ თლიანად სახლი მარტო ფუნდამენტი დაიწია სახლის ბზარები უკვე ჭერამდე წავიდა უკვე რომ თქვათ თვითონ შენებარე კომპანიას ვინც აშენებს თარჯიმანად მუშაობს ბიჭი რომან პატარიძე რომ იყო ჩემ სახლში მოვიდნენ აი უკვე რემონტს აღარ ექვემდებარება უნდა მოხდეს აკეთა მაინც რომ გავარემონტოთ ამ გზაზე მძიმე ტექნიკა მაინც დაშლის ამ სახლს მაგრამ პასუხი როგორც ხედავს ასე თვითონ ექსპერტიზა ამ ნაწილში ჩატარდა რამდენად არის კავშირში ეს სამუშაოები თქვენ სახლთან ანუ რამდენად იწევს არა ესე არ არის ცოტა დაადგინოს ექსპერტები შეიძლება სხვა მიზეზია რაღაც ხო ან მეწყული პროცესები ან სხვა ამბავი აი თქვენ შეხვედრაში დავასრულოთ და შემდეგ დავასრულოთ განვლა თქვენთან ექსპერტმა რო ჩამოვიდა ჩვენთან იყო და რო მაშინ იმ დროში ამ დონეზე არ იყო გაბუჭებული სახლი და მაშინ გითხრა რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია რამდენი წელი სახლია თქვენი სახლი ახლა სახლი იქნება 50 წლის იგი და 4-5 წლის მეორე სახლი პატარა სახლი ახალ სახლსაც აქვს ბზარები ორივეს რა თქმა უნდა ახალ სახლი მაგრამ ეხლა აქ რომ ცოტა რომ გავაჩერეთ მოასწრეთ თორემ მე მგონი თლიანად ჩააგდეთ ან თქვენ რაღაცთან ხას გთავაზობდნენ და ამაზე უარი თქვით თუ როგორ იყო თუ არაფერი არ შემოგთავაზეს იყო რომ სახლი თქვენ ახლოს 50 მეტროს სიახლოვეს იქნებითო და თუ რამე ზიანი მიადგება სახლს არ მიწის ნაკვეთში იქნება შემოჭრა მაშინ მოხდება თქვენი გასახლებაო სახლი აბსოლუტურად ყველაფერი აღწერეს სახლში რა მასალით აშენებული იყო აბსოლუტურად ეს 2 წლის წინ ხო ვიდრე დაიწყებოდა სამუშაო და 2-3 წლის წინ მშენებლობა სანამ დაიწყებოდა მაშინ რამდენი ოჯახი წავიდა აქედან რამდენი სასახლება დარჩა საჭირო უნდა წავსულიყავით ჩვენ და დღემდე ველოდებით ანუ არავინ არ აუსახლებიათ ხო და მიწის ნაკვეთი გამოისყიდეს ვინმესგან ან ექსპროპრიაცია შეეღო მე მქონდა 3998 მეტრო მიწის ნაკვეთი 1331 წაიღეს ის იგერობიგია ხიდის გვერდან ბოლო ნაწილიდან იქამდე უნდა მოსულიყო იმის მერე რამდენი ახლა მე ზომვა და იგი რომ გითხრა სიმართლე არ მიზომია და იგი ჩამოიწნა რა თქმა უნდა თვალით ხედავთ რა მდგომარეობაში შეიყვანეს ჩემი მიწის ნაკვეთი საერთოდ გამოუყენებელ მდგომარეობაშია და მიწის ნაკვეთი რომ წაიგეს 3000 თითქმის 4000 მეტრო რომ დანარჩენი მიწის ნაკვეთის რაც არის დარჩენილი თვითონ ჩანს და სახლს ზიანი მიაყენა საერთოდ მოვლიან გადაიღებენ დაათვალიერებენ წავლიან არანაირი არაფერი რეაგირება არ მომხდარა თქვენი სახელმწიფო როგორ არის მზიური ზოსიზე მადლობა კარგი თქვენ რას მოვითხოვთ და როდის გაშალეთ უკვე კარვები ეს რო გითხრათ კარგი ჩვენ კარვები 10 დღეა გვაქვს გაშლილი მერი პაშტი დუალსით ჩერდებით კარავშიც ღამე თუ რამდენიმე პირი რჩება აქ ვართ ყველა ვართ 12-ვე 14-15 ოჯახი ამ სამუშაოების შეჩერება როგორ მოახერხეთ აი როგორ შეჩერდა სამუშაოები ეს არის შემოვლითი გზა არ ახლა მოკვლევა შესვლის რომ მოვიდენ და არ ვამუშავეთ აღარ მოსულან მის მერე და არც არავინ უფროსობა არ მოდის და არ გვიკითხა რომ რატომ მოაჩერე აი როგორ მოხდა ეს რომ გამოდით თქვენ აქ მუშაობდნენ და ტექნიკა არ ვამუშავეთ გაჩერდა იგი წეიყვანეს მძიმე ტექნიკა რაც იყო ყველა წეიყვანეს იქეთ და საწავლებელში ანუ გადაუდექეთ წინამ ტექნიკას რომ არ ემუშავა არ ვამუშავებთ ხო არ გამუშავებთ როგორც პოლიციელებიც იყვნენ მაგ დროს მოსულები და კონკრეტული მოქალაქე ამბობდა რომ დაშავდა და პოლიციელებმა მიაყენეს შეურაცხყოფა იქეთ ცხოვრობს მოქალაქე მაგრამ ჩვენ 12 ოჯახი 3 წელია ტვერსსა და რა ვიცი სიბინძურეში ვართ ბაყაყების ბუდეთ იქცა ჩვენი ადგილი გაუსაძლისი მდგომარეობა ბავშვებში რა შეიცვალა მარტივად მას შემდეგ რაც შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო თქვენთან რატომ რა გავარეს და რა პირველ რიგში ბავშვების ჯანმრთელობა შეიცვალა ბავშვებში არის ძალიან დიდი რაოდენობით ტყუის შემცველობა როცა ნორმა არის 4.24.8 არის ბავშვებში საიდან იცით ეს გამოიკვირა ბავშვი ავად იყო და გამოკვლევაზე იყო და გამოკვლევა მაჩვენა რომ 24.8 აქვს ბავშვს ტყუის შემცველობა ამის შემდეგ რამდენი წლის ბავშვია 6 წელი და დაუდგინდა რომ მაღალი შემცველობა ჰქონდა მაღალი შემცველობა აქვს და ბავშვი 1 წელი აღარც სათამაშო აღარც გარეთ გამოშვება ოთახში ყავს ჩაკეტი
ანუ დაბინძურდა ჰაერი. დაბინძურდა ჰაერი და უბრალოდ დააკვირდით დიდი მანქანა რომ გაივლის, დააკვირდით რომ რამტვერში ვარ და ჯერ არ გახსნილა მაგისტრალი და ამ ხელატყვის შემცველობა რომ არის ამ ძიმე ტექნიკის შედეგად მერე რომ მაგისტრალი გეხსნება, გამონაბოლქვი ცალკე, საბურავების ნაცვეთი ცალკე და რა დღეში ვიქნებით ჩვენ. თქვენი მოთხოვნაც არის გასახლება ამ ტერიტორიიდან. ჩვენი მოთხოვნაც არის გასახლება, რა თქმა უნდა, დაბზარული არის ჩვენი ბინები. ეს ყველა სახლშია ბზარები, თქვენ ამას ამბობთ? ყველა საკუთრებაში არის 23 მეტროში ცხოვრობთ მაგისტრალიდან. ანუ რამდენი ოჯახი რო გავიმეოროთ? 12 ოჯახი 12 ვართ ოჯახი. ბინაში. ეს კორპუსში ვინც ცხოვრობს, ხო? და 12 კორპუსს გარდა კიდე რამდენი ოჯახი? გარდა 3 არიან. 3 ოჯახი. ხო, 15 ოჯახი. 15 ოჯახი ვართ თლად. და აღარ შეიძლება, ჩვენ რემონტი და კომპენსაცია არ გვინდა, იმიტომ რომ ჯანმრთელობაზე წინ არაფერი არ არის. კარგი. და მას შემდეგ რაც შეეჩერეთ ეს სამუშაოები, ვინ იყო მოსული თქვა კომპანიიდან ან გზების დეპარტამენტიდან ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია? საგზაო დეპარტამენტი ჩამოვიდა, მაგრამ აქ არ ამოსულა. რომ გაცნობოდა საქმეს და რას მოვითხოვდა რაღაცა არც იკადრეს ამოსულა და ხალხთან შეხვედრა. თავიდან გვირდებოდნენ ვინ რამდენს ითხოვ. შემოთავაზება იყო. მაგრამ ეს გზების დეპარტამენტისგან თუ ვისგან? კი, იყო შემოთავაზებები, მაგრამ გაცნობები შეგვაქვს ეტაპობრივად და იყო შემოთავაზებები და არანაირი რეაგირება არ მომხდა რა. ანუ თქვენ მიმართავდით რომ შეესწავლათ თქვენი ოჯახების მდგომარეობა, თქვენი სახლების მდგომარეობა? გასული წლის მარტში იყო მე მგონი სამხარაულის ექსპერტიზა თბილისიდან. არის ცხოვრებაო თქვა, ამ გასაფრთხეზე იყო და არ ვიცი რა დასკვნა გამოიტანა, ვინმეს რამე აღარ უცნობებია და არავინ ექსპერტიზის გარდა ვინმე არ მოსულა. ყველა ოჯახს აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ საშიშია. ყველა ოჯახს დასკვნელი გვაქვს, რომ ბზარია. ამ დასკვნაში რა გიწერიათ, რომ არის საშიში სახლში ცხოვრება, თუ გიწერიათ ის, რომ არის ბზარები, რომელიც გამოიწვია ამ შენებლობას? გამოიწვია, რა თქმა უნდა, ამის მერე. არა, დასკვნაში რა წერია? დასკვნაშიც მაგის შესაძლოა გამოეწვია ამ შენებლობას, შესაძლოა ყოფილიყო. ადრე არის როგორ არის, მანამდე არისო, ცხოვრობდით ხო 20 წელი. დასკვნა კეთდება თბილისიდან მომავალი დასკვნა, კეთდება მხოლოდ ერთნაირად. აქაც ნებისმიერ სადაც გადის ეს შემოვლითი გზა, ყველგან კეთდება ერთ და იგივე დასკვნა. შეიძლება იყოს გამოწვეული შემოვლითი გზის შედეგად. მაინტერესებს ნეუჟელი ყველას ერთ და იგივე პრობლემაა. აბსოლუტურად ყველგან სადაც ვნახე ასეთი პრობლემებსაც აქ წერია დასკვნაში, შეიძლება იყოს. რატომ არ წერია ყველაფერი, რამ გამოიწვია, როგორ გამოიწვია, ჩემი სახლის რომ ნუ ყველას ასეთი, რატომ არის ერთ და იგივე დასკვნა ყველასთან, ამასთანაც ჩემთანაც და ასეთივე სხვაგანაც ბევრთან. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს დასკვნა არ არის ობიექტური? ყველაფერზე ვფიქრობ, ნდობა საერთოდ დაუკარგეთ ყველას. უბრალოდ ყველასგან დაუკარგეთ ნდობა. ექსპერტი რატომ მოიხსნა, როცა 10 დღეში ჩემი დასკვნა დაიწერა. 6 თვე მათხოვეს. 6 თვეში მე მეუბნებამ ეგ ექსპერტი მოიხსნა. 10 დღეში მითხრა ექსპერტმა თქვენი დასკვნა დაწერილია. სადაა ეს პირველი დასკვნა, სადაა? მეორე დასკვნა მოვიდა 15 დღეში იქნება კიდო 3 თვე. სადაა ეს დრო გასმუშაობენ, ასაკეთებენ და მოდის ერთ და იგივე დასკვნა შეიძლება იყოს. არასდროს არ წერია რომ ამის მიერ არის გამოწვეული. შეიძლება იყოს. კარგი, მადლობა. მოდით ნახოთ თქვენი სახლიც, რო გვაჩვენოთ რა კონკრეტული დაზიანებები არის. ხო, ნუ ხა ყველგან ვერ შემოვთ, მაგრამ როგორც ისე თქვენთან არის დიდი დაზიანებები. აი კიდევ ერთხელ ვაჩვენებ მაყურებელს კარვებს, რომელიც არის გაშლილი, აი ამ შემოვლითი გზის წინ და აქ შეჩერებულია სამუშაოები. ეს შემოვლითი გზა არის სალიბაურში ვართ ეხლა ჩვენ, სადაც მოსახლებამ შეაჩერა შემოვლითი გზის. რამდენად დაშორებაა ჩვენს ფინანსთან, აქედან უხეშად გამოჩნდება, მე იქედანაც გადაიხერხა. და ზარებით რომ ნახო. 23 მეტრია დაშორება აქედან ჩვენი ვინების კორპუსი. ამ თქვენი კორპუსი არის ეს, ხო? ხო, ეს არის ჩვენი კორპუსი და 23 მეტრია დაშორება მაგისტრალიდან ჩვენამდე. უბრალოდ მანქანა რომ იგი ბალკონში დაეცემა რომ აქ სხვა სახლი არის, დგა, სადაც ეხა გავიდა შემოვლითი, რა? სახლი არ იყო მაგრამ. ძველი ჩაის ფაბრიკის შენობა იყო. ეს რაც უკვე აშენებულია, რამდენი ხანი არის აშენებულია? ეს ხიდი? კი. 3 წელი აკეთდება და ეს ხიდი. აჰა. და შეჩერებული რამდენი ხანი არის ეს სამუშაოები? შეჩერებული
2-3 კვირია გვაქვს გაჩერებული. გაჩერებული. კარგით, მადლობა. კარგით, რომ ნახოთ აბა ბზარებიც ასევე სახლში. აი ეს არის ის სახლი მქალბატონის? შიგნით წავიდა ის ჩანს. ექსპერტი რომ იყო მაშინ აქამდე იყო. აგენითად ახალია, ნახე, აგენ ასევე საწევიდა. აგენ რა მიდის ასე. ვაი თავანშია ხარ. მაგერ გასხდა ეგერე. ნუ ზედა ასე ამ ზედა მხარეს. ახლა ეკეთებ მხარე ნახე უფრო ბარესი მაქვს. აი ვიბრატორი რომ ურტყამდა 9 ტონაა თუ რამდენის ურტყავს მე არ ვიცი, აი პრესი რომ აგეთებ. ხო. მაგან მოსვო, აი ახორზე ვაფშე არ ვლაპარაკ, ახორი ვაფშე გახეთქილია, დავანებოთ მაგას. აკეთებ ზამბი. აი ბზარები სახლზე, რომელიც მესაკუთრემ გვაჩვენა და მისი თქმით, ეს ბზარები გაჩნდა სახლზე მას შემდეგ, რაც შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს. აგერაკერამ საღლის ფუნდამენტს 3 წელია უკვე ეს რომ დაიწყესა დაიწყო მან დარჩება უკვე ნახე რამდენი წავიდა აგერმა წავიდა ზარები წავიდა ასე ფლიანა ნახე ახალი აგერ რომ ამას ექსპერტი რატო ახალი ბზარი არ ჩან ნახე ექსპერტი გარო შევა გადაიღეს ხო ეს მაშინ ესენი არ იყო დაბზარული მაშინ ესენი იყო მაგრამ ახლა აქ წავიდა ნახე აგერ რომ დაბზარული არის ვაფშე მაგრად აჰა გამოვარდეს აგერ სვენა დაიწყო ნახე აგერ აგერ გვეიდან უფრო ჩად აგერ გახეთქილია ფლა ასე აგენი უკვე შინდება ნახე აგერ შემოვიდა აგერ რა უფრო ჩად ასე ტრადის ზარება აი სულ ახალი სახლია 3 წელიანი მყავს აგერში აჰა და იქ კედელია შეგეთქია ასე ამას უყურე ნახე აგერ რა დასკ აგერ ლადის ზარება იშლება აქ რომ ამუშავდეს ხო ეს სახლები ყველა გაიშლება საყრდენი ნახე აგერ აქ სად არის ბზარი? აგერ რა ასე წევიდა მაგერ კიდევ გვერდზეც არის ეგ შიგნიდან იქეთა მხარესაც არის აბანოს ეს სულ ახალი სახლია 2 წელი 3 წელია ანუ 3 წელი რაც ააშენეთ ეს 3-4 წელი იქნება 4 წელი არის რა გიყოს 5 წელი ახალი სახლი აგერ აქ ნახე ასე წელიდან ასე მიდის ბოლომდე იმამდე აგერ საყრდენი ექსპერტმა თვითონ ნახელა თქვა რომ ახალი გამზარული ექსპერტი რო იყო ხო მაშინ საყრდენი არ იყო გახეთქილი ეს მე გასკდა ექსპერტის დროს არ იყო საყრდენი გახეთქილი მაიკაებს სახს ეს გარედანაც ესენი ახალი გახეთქილი არ იყო აგენი ახალი ბზარები რომ ეს ექსპერტი რო იყო მაგრამ ახალად დაწყებული ქონდა მაშინ ბზარი თქვენ მეორე სართულზე ცხოვრობთ? ხო მეორეს აი ამ აგერ ასე მოდის იქიდან ასე აი ნახე ასე მთლიან დახეთქილი წამოდის უერთდება იმას ნახე თქვენ ცხოვრობთ მეორე სართულზე ხო როგორც რამდენი ადამიანი ცხოვრობთ ახლა ამ სახლში? ვინ და ვინ? ჩემი ძალი ბავშვი და მე რა ჩემი ხარ აჰა აგერ ახალი ექსპერტი ვეუბნები ახალი იმ დღეს გასკდა აქ რომ ბოლოს ვიბრატორი რო ამუშავეს იმ დღეს და გავაჩერებდა რომ ემუშავა ხო ჩავარდებოდა აი იგი ძირს ეს აი რომ ზარი გაიწყო წუთი შევიტანე განსხვავება აი შეიძლება შეამოსხება აქ ჭერებში აზრი აღარაკო ხსაცელი მოგდა რამე გააკეთე ანუ ყველა მხარეს არის უკვე ბზარები სახლში ხო? შიშიანაც არის მე რომ პირველად ზარი წავიდა ხოლმე რომ გაამაგრე სახლი არ დამეშავეს მეთქი ყურადღება არ მოაქცე ეხლა კი იშლება სახლი კი ხედავთ მაგრამ ადამიანშია აი სულ ახალია
აგენი არისო სამჯერ გადაღებულია ეს სახი ხო ეხლა თავისით იქვე იგზარება სახლი თავისით ახალი სულ ხო მანქანა ხო მე ხომ არ გაწყვეტილი და მაიაკები დამიტყვი სათუნდა დამიტყვი უცა მაიაკები ეხლა 3 წელი გავიხსნა ეს მაიაკები უნდა დამიტყვი ანუ თავდაპირველად როცა იყვნენ მოსულები შემოწმებაზე, მაშინ არ დააყენეს ამ სახლზე. არ დააყენეს, თვითონ ექსპერტი გამევიძახეთ, არ დააყენეს. მაშინ თხოვდა არ აგენი რაც გასცა და აგენი კაროჩ ასე ხო არისო. ანუ სულ არის 3 კერძო სახლი და დანარჩენი ცხოვრობს კორპუსში, ხო, როგორც ვთქვი? კორპუსი და ეს სახლი არის ყველაზე მაგათ ზინება. ეს ბალკონი არ მოგზანდით. აბსოლუტურად ვერ გამხარ. მაგათ შანს და ნატიაზე თავში პანჯარაზე გასკდა. აგერა. ახალი ზარია. სოუსი. აბანოშას ეს ის მასე პატარა წვილი გინწავი და ქვედა მხარეს ქვედა საფის აბანოზე. ზეით არის გახსნილია. ელგანაკა აზრი რა თქმა უნდა მაგეც არის ეგრე. ბზარი. მერზე. რომ აჩვენეთ ასევე ექსპერტიზის დასკვნა რა ხან აქვე ვარ. ეს უკვე ექსპერტიზის დასკვნის მე ორმაგი გახდა, ორმაგი. ხო, მაგრამ რაც არის რომ ნახოთ ბარემ ეს შეგიძლიათ როგორ ჩვენოთ? ექსპერტიზის დასკვნაში? კი, აგერ გვაქვს და ნახე. აქაც არის შე. ბოგზანს მაგარ შემოვდეს? არა მოვარდიო. თქვენი სახელდება როგორ არის უკეთრავად? მე ჯემალ კუროღლი. ჯემალ? კუროღლი. აჰა. ლაზი. მოგე დასწრ მდგომარეობა დახვდა სახლში მოქალაქეების თქმით დაზიანდა სახლი მას შემდეგ შემოგვიძეს შეიძლება დაიწყო. კარგი, ანგელი უნდა გავაკეთო. ადგილი. ახალი გაკეთებული იყო ესენი და ყველა დეფორმაცია დაგარქვა. რომ მუშაობს ყველაფერი ეჩანება. აი ასე ჩანს შემოვლითი გზა სახლებიდან, სახლის ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან, სადაც ჩვენ ახლა ვართ. და მოქალაქეები ამასაც ხას უსვამენ, რომ გარდა იმისა, რომ მათ მიადგათ პრაქტიკულად ზიანი, ძალიან ახლოს არის შემოვლითი გზა და მას შემდეგ რაც ამუშავდება მაგისტრალი, ბევრად დაბინძურდება მათი გარემო, როგორც ხმაურის კუთხით, ასევე ეკოლოგიურად. ისინი ასევე ამბობენ, რომ იგივე ბავშვს დაუფიქსირდა საკმაოდ მაღალი შემცველობა ტყვის და აქ ცხოვრება ხდება საშიში. ბავშვი კუნჩხოში ჩამოვარდა ექიმთან სკორი მყავდა გამოძახებული. იმხელა ეკარებოდა საფრთხემ გარეთ გავდიოდი უბრალოდ თუ გაინტერესებს. ამ შერემლობის დროს. იატაკი ნახერად რაშობა. იატაკი. აგერა კაც არის და ხეთ. კარგი, გვაჩვენეთ ექსპერტიზის დასკვნა. აგერ ექსპერტიზის დასკვნა, აგერ ხელშეკრულება. თუ გაინტერესებთ ხელშეკრულება შეგიძლიათ დაიგითხოთ, რა იგი გქონდა ჩვენ გარანტია მოცემული, რომ თუ ზიანი მოგვადგებოდა, იქნება თუ ინტერესს გამოიწვევს. ეს იყო თითქმის 11 თვის წინ. იმის მერე ყველაფერმა იმატა, ყველაფერი გახდა ორმაგად უფრო. დასკვნა, მოდი წავუკითხოთ მათ შორის მაყურებელსაც რა წერია თქვენი სახლის დასკვნაში. ეს დასკვნა არის გაცემული როდის, რომ ნახოთ თარიღი 08/07/2020, ანუ 8 ივლისი, დაახლოებით 1 წლის წინ გაცემული დასკვნა ექსპერტიზის და წერია, რომ ვიზუალური დათვალიერებით ხელოჩეურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ჯემალ კუროღლის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. მზით კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისზე ექსპლუატაციისთვის, ხოლო აივნის რკინა-ბეტონის მონოლითური ფილის ტექნიკური მდგომარეობა არ დამაკმაყოფილებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 2018 წლებში არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ბათუმში არსებული შენობა ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს, ხელოჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ჯემალ კუროღლის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანების სპეციფიკურ ხასიათს და რომ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის ხიმინჯები შენობიდან დაშორებულია დაახლოებით 27-35 მეტრით. დაშორებები უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრით, შეიძლება დავასკვნოთ, რომ შენობაზე არსებული დაზიანებების გადიდება და ახალი დაზიანებების გაჩენა შესაძლოა გამოიწვია ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. ანუ აქ წერია, რომ არსებული დაზიანებების გადიდება და ახალი დაზიანებების გაჩენა შესაძლოა გამოიწვია ამას. თქვენ თვალით ნახეთ, რომ საყრდენი მთლიანად გახსოვთ და სახლი მთლიანად გაბზავნეთ. ტოჩკა არ აქვს, რომ გაბზავნული არ იყოს. ექსპერტიზა ასევე მიუთითებს, რომ დადგენილი იქნება ჯემალ კუროღლის კუთვნილ საცხოვრებელი სახლზე აფეთქების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტაცია დადგენილი იქნება შენობის კლასი და ასევე აფეთქების დაწყებამდე.
შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, თუ ასეთი დოკუმენტაცია არსებობს. მაშინ შესაძლებელი იქნება ჯემალ კურუღლის კულტურული საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების მიზეზების დაზუსტება. ხო, მოკლედ ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე არ არის პრინციპში ის მოცემულობა დოკუმენტაცია, რითაც უფრო კონკრეტულად შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები, თუმცა ეს არ გამოურიცხავს, რომ შესაძლებელია რომ ეს დაზიანებები გამოიწვია შემოვლითი გზის მშენებლობას. ანუ თავდაპირველად როცა დაიწყო სამუშაოები, მაშინ არ ქონიათ საუბრები გზების დეპარტამენტთან ან კომპანიასთან, რომ შესაბამისი ხელსაწყოები დაეყენებინათ, რომ გაზომილიყო მარტივად თუ კი მიადგებოდა შენობას ზიანი. მოთხოვნა ჰქონდა დაეყენებინათ ექსპერტიზა რომ გამოგზავნეთ თვითონ. ჯერ რომ მევიდე ექსპერტი რა ებილაბა. არ იქნეს ხომ შეეძლო თუ მაიაკები საგზაო დეპარტამენტში მქონდა განცხადება შეტანილი ხო შეეძლო რომ მაიაკები მაშინ დაეყენებია ექსპერტიზა რომ გამოიტანა დაუშვათ ეს ხო ეპარებოდა ექსპერტიზა რომ გამოიტანა დასკვნა რატო არ გაკეთდა სათანადო იგი რომ გაეკეთებიათ მაიაკი იყო თუ რაღაცა იყო საშუალება ისეთი რომ დაემტკიცებიათ თავად ხელშეკრულება რომ მომცეს აი ხელშეკრულების გაფორმებამდე ხო დათვალიერებული იქნა ჩემი სახლი დაუშვათ კიდევ დავაშალეთ ჩვენ მაგრამ ხო შეეძლოთ მაიაკები დაეყენებათ დროზე როცა მეუბნება ეხლა გზამოვიდა სახლი მთლიანად დაიმზარდა 2 დღის წინ მეუბნება რომ მაიაკი დავაყენო აზრი აქვს ეხლა სახლი მთლიანად დაბზარდა ეხლა უკვე რომ ამუშავდეს და მაი იგი რა ქვია ძიმე ტექნიკა ხო სახლი უკვე ღამეში ვეღარ უნდა დაიძინო იმიტომ რომ დაადნახეთ საყრდენი გასტა მთლიანად კრუგომ შემოწრიული გააკეთა გახეთქილია იმ დროზე 1 წლის წინ 2 წლის წინ სად იყო რატო არ გააკეთეს იცოდა რომ იმ დღესვე ყველგან არსებობს ჩემი განცხადება შეტანილი ფირმაში რომელიც მშენებლობას აწარმოებს მაგას ჰქონდა მერიაში ჰქონდა საგზაო დეპარტამენტში ჰქონდა იუსტიციაში რომ შევიტანეს საგზაო დეპარტამენტში მეორეჯერ გაგვიშვეს საგზაო დეპარტამენტში ზუსტად 3-ჯერ განცხადება შევიდა ჩემი ბოლოს პოლიციამ რომ მე რატო გააჩერე მომმართა პოლიციაში შევიტანე განცხადება მოექციათ ყურადღება ეგება სადმეიდან გამოსავალს ვეძებათ ყველა გზით ყველა მაგრამ არანაირი ყურადღება ჩვენ არ მოგვაქციეს. კარგით, მადლობა. თქვენი სახლის რომ ნახოთ, ხო? მადლობა, დროებით. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში, სადაც გვაჩვენეს ბზარები არაერთ კედელზე, ამ ოჯახის თქმით, ეს ბზარები გაჩნდა სახლზე მას შემდეგ, რაც შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს. ჩვენ ნახეთ ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტი მიუთითებს. აჰა. გამოაგდო და მე ახალად დავას. კარგით, თქვენთან როგორ წავიდეთ? ექსპერტი მიუთითებს თავის დასკვნაში, რომ შესაძლებელია გამოიწვია ეს დაზიანებები შემოვლითი გზის მშენებლობას, თუმცა ეს არაფერს არ ამბობს დაზუსტებით, ამბობს, რომ არ არის სხვა დოკუმენტაცია, სხვა იმის პირობა, რომ დაზუსტებით და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რამ გამოიწვია ეს დაზიანებები ამ სახლზე. კარგით, გაგვიცანეთ ალბათ თქვენი სახელი და გვარი როგორ არის? მერი ტაკიძე. თქვენს სახლში ცხოვრობს თუ კორპუსში? კორპუსში. თქვენ ცხოვრობთ კორპუსში. დაბზარული არის. ადრე არ იყო ეს ბზარები, რაც აქ მძიმე ტექნიკა მიიმუშავა და მაგისტრალის გაყვანილობა დაიწყო, მის შემდეგ და ბზარები. მანამდე არ იყო და აბა სხვა რას უნდა გამოეწვია. თქვენ რამდენი წელია ცხოვრობთ ამ კორპუსში? 20 წელია, 2003 წლიდან. 2003-დან. და რამდენი ხნის კორპუსია ეს, როდის აშენებული კორპუსია სალიბაოში? ალბათ 85 წელში ჩაის ფაბრიკის ადმინისტრაციული შენობა იყო და ის შესრულები ვიყავით და მე 2006 წლისთვის გაგვიფორმა. ყველას დაკანონებული გვაქვს გაფორმებული. აი ეს არის შემოვლითი გზა, რომლის ქვემოთაც ჩვენ ახლა გავდივართ, აქვე ახლოს არის კორპუსი. სადაც ადამიანები ცხოვრობენ. 23 მეტრია აქედან დაშორება თქვენ სახლამდე, ხო? კედლამდე არის 23 მეტრი დაშორება. ხო. ამ სახლებშიც აქვთ ასევე ეს დაბზარვის პრობლემა? ყველასთან არის. თუ შესაძლებელი იქნება ყველასთან დაბზარვა. არა, ყველასთან ვერ შემოვიდგეთ, მოდი თქვენ სახლში მივიდეთ, ხო? აქ არის თქვენი სახლი. ძველი კედლები რაც არის, ყველა დაბზარული არის. მიშენებულზე რომ არაფერი ვთქვა. და თქვენთანაც არ ქონია არანაირი მოლაპარაკება კომპანიას ანგზების დეპარტამენტს? მოვიდა პირველად რომ მშენებლობა ახალი დაწყებული იყო, მოვიდნენ
ხო? ხოდა მის მერე ეს ახარ ისთვის, რომ დამომხდარიყო გასახლება თუ რისთვის? ხო? სასახლებისთვის შემოთავაზება და რა ვიცი მის მერე ანუ ვერ შეთანხმდით, ხო? რას გთავაზობდნენ? ალბათ ეწვირათ ჩვენი შეთავაზება რა. რას გთავაზობდნენ და თქვენ რამდენს ითხოვდით? აი, ეს არის ბზარები. მას შემდეგ გაჩენილი ბზარი. არ ვიცი რამე კარგად ჩანს ეხა ეს ბზარი, მაგრამ ნამდვილად ვხედავ. კია. ბზარს კედელზე. ძირითადი კედლებია ამისის სინკარები. ძალიან მყარი კედლები ყვა, აგერ გადაბმაშიც რა. აგერ ახას ყველა სინკარში, სადაც სინკარებია ჭერში. ყველა სინკარი დაბზარულია. აქაც არის აგერა სინკარები, სადაც არის ყველგან დაიბზარა. გარედანაც თუ საჭირო არის, გარედანაც ზამბიდად დაბზარული. ამ ბოლოს რომ მუშაობდნენ ტრაქტორები. თქვენც გაქვთ ექსპერტიზის დასკვნა? კი. თქვენს დასკვნაშიც იგივე წერია, რომ შესაძლებელია გამოიწვია ეს შემოვლითი გზის სამუშაოებს. კი, მეზობელთან არის, ნახეთ, ძირითადი კედლებია ეს ყველა, რა. რამხელა არაფერი რომ ჩვენ არ შეგვიცია, ნახე რამხელა ბზარი არის აქაც. ეს რომ ხელი არ წაკარებულა. ყველა კედელში ბზარები არის გაჩენილი. ანუ როცა დაიწყო სამუშაოები, მაშინ აქ არ შემოწმებულა თავად სახლების მდგომარეობა როგორი იყო? მანამდე არავის არ შეუმოწმებია. ან ფოტო გადაღება, ან სხვა ასახვა დოკუმენტური. მოსულან მოვიდენ თანხის შემოთავაზებაზე და მე რამდენი იყო ეს თანხა, ხო რომ ვთქვათ, რამდენს თქვენი სახლი, ბინა? თქვენო რამდენს მოითხოვთო? თქვენ რამდენი მოითხოვეთ? ჩვენ ახლა არ ვიცოდით, იგი ჩვენ 1000 მოვითხოვეთ, მაგრამ კვადრატულში. ხო. დოლარი? ხო. რამდენი კვადრატულია თქვენი ბინა? ჩემი ბინა 190 კვადრატულია აქა და ჩერდაკიც გაფორმებული გვაქვს 90 კვადრატი. ეს არის თქვენი საკუთრება და გაქვთ ყველაფერი გაფორმებული რეს, ხო? დოკუმენტურად გადასწრებული. და მაშინ შემდეგ რაც ეს ფასი უთხარით, უკვე ხო, მის მერე აღარავინ აღარ მოსულა და გქონდა იმედი რომ დაგვაკმაყოფილებდნენ რაღაცით და აქამდე აქ რომ ჩვენ სიბინძურეს და მტვერს და ხმაურს ვუძლებთ ორი ადამიანი ასე რომ დამჯდარიყავი საუბარს ვერ გაიგონებდი ერთი მეორეში აქ ისეთი ტექნიკა მუშაობდა და ხმაური მაგრამ იმედი გქონდა რომ რაღაცა დაკმაყოფილება მოხდებოდა ან თქვენი სახლის აივნიდან აქ რო დადგეთ თქვენი სახლის აივნიდან პირდაპირ ჩანს ახლა უყურებთ ამ ავტობანს ხო კი ჩემი სახლის აივნიდან ძველი იმ კედლიდან არის 23 მეტრი დაშორება და ახლა ახალიც გაფორმებული გვაქვს მაგრამ რა ვიცი არავინ ყურადღება არ მოგვაქცია გაუსაძლისი მდგომარეობა ბავშვები ეზოში ვერ გადიან შვილიშვილები სახლიდან გაშვებული მყავს მეორე ბებია ბაბუასთან რომ ბავშვები არ გამიავადყოფდეს ვერ მომიყვანია იმის შიშით რომ ტყუის შემცველობა არ ქონდეს მაღალი და თქვენ ახლა ფიქრობთ რომ უნდა მოხდეს ამ ზიანის ანაზღაურება და იგივე აღდგენა და გამაგრება სახლის გამაგრდებაზე რა ვიცი ჩვენ არავინ არ დავთანხმდებით იმიტომ რომ ჯანმრთელობაზე წინ რა არის თუ დავადდით და მომავალი თაობა ვერ გაიზარდა რა თქმა ასეთი ხომება ჩვენ მოვითხოვთ დასახლება ანუ აქ ცხოვრება უკვე აღარ არის სულს ხო ვინც დებია აქ ცხოვრობს ბავშვები დაავადდნენ პირველი საფულის ბავშვები ყველას ტყუის შემცველობა სულ ცხოვრობს ამ კორპუსში 12 ოჯახი ხო როგორც მითხარით? ამ კორპუსში 12 ოჯახი. ანუ ყველა მოითხოვს გასახლებას? ყველა მოვითხოვთ გასახლებას. იმიტომ რომ მტვერი და სიბინძური ახლა რა ვიცი დილას გადავწმინდე მაგიდან. და ნახეთ ახლა რომ ხელს რომ გაუსვა როგორი ნაკები რჩება. 1 საათი არა გასული მისმენ. თქვენ ითხოვთ ასევე აჭარისფინანსისა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას, ხო? და აჭარის მთავრობამ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, რა უნდა იყოს მისი როლი, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული კომპანიის საქმე და გზების დეპარტამენტი ახორციელებს ამ სამუშაოებს, ხო? რა ვიცი, დაგვიხმაროს ამ საგზაო დეპარტამენტთან იქნება თუ ვიღაცასთან იქნება, სადღაც შუამდგომლობა რომ გაგვიწიოს და რაღაცა დაკმაყოფილება მოხდეს ჩვენ. კარგით, მადლობა. ასეთია მოქალაქეების მოთხოვნა სალიბაურში, სადაც ჩვენ ახლა ვართ. შემოვლით გზასთან ახლოს, აი ამ სახლიდან პირდაპირ ჩანს აივნიდან და სახლიდან ზოგადად შემოვლითი გზა, რომელიც
აქ გადის სალიბაურის ტერიტორიაზეც და ამ სალიბაურის ტერიტორიაზე შემოვლების მშენებლობა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. გაშალა მოსახლეობამ ასევე კარვები, სადაც ისინი ჩერდებიან და ამბობენ, რომ არ მისცემენ კომპანიას შემოვლების მუშაობის გაგრძელების საშუალება, საერთოდ თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ ამ კარვებს, რომელიც გაშლილია იქ სადაც არის შეჩერებული შემოვლითი გზა და არ მისცემენ კომპანიას იმ საშუალებას, რომ განაგრძონ სამუშაოები, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რა არის ამ მოქალაქეების მოთხოვნები? მოქალაქეების მოთხოვნები არის მკაფიო. ისინი ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ბევრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს მშენებლობა, სახლებს გაუჩნდა ბზარები და ნახეთ ჩვენც ახლა კონკრეტული სახლები, სადაც გაჩენილია ბზარები. ჩვენ ნახეთ ასევე ექსპერტიზის დასკვნები, სადაც წერია, რომ შესაძლებელია ეს ბზარები გამოიწვია შემოვლითი გზების მშენებლობას, თუმცა ექსპერტიზა დაზუსტებით და გადაჭრით ამას ვერ ამბობს. ექსპერტიზა მიუთითებს იმაზე, რომ არ იყო დამონტაჟებული სპეციალური დანადგარები, რაც დროულად ამას გაზომავდა და იქნებოდა ტექნიკურად მარტივად შესაძლებელი გამოიწვია თუ არა ეს ბზარები აი ამ გზის მშენებლობამ. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, თავის დროზე როცა დაიწყო აქ შემოვლითი გზის მშენებლობა, არავინ მოსულა ამ სახლებში, არ შეუმოწმებიათ სახლების ტექნიკური მდგომარეობა. მოსახლეობა ამბობს, რომ იყო შეთავაზება გასახლების კუთხით, რომ გამოისყიდათ ეს სახლები, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ფასზე. დღეს მოსახლეობა ამბობს, რომ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურებაც, რადგანაც მათ განცდა აქვთ, რომ საშიშია ამ სახლებში ცხოვრება და ითხოვენ გასახლებას ამ ტერიტორიიდან. ასევე მიუთითებენ და აღნიშნავენ იმასაც, რომ ბევრად უფრო დაბინძურდა ეს საცხოვრებელი გარემო, გაიზარდა ტყუის შემცველობა, როგორც ერთ-ერთი ბავშვის შემთხვევაში ექიმს ეს უთქვამს და მოსახლეობა საუბრობს ამაზე, ასევე არის ხმაური აუტანელი და მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ ხო ბევრად უფრო დიდი ხმაური იქნება მას შემდეგ, როცა თავად ეს მაგისტრალი გაიხსნება. ასე მოცემულობა დაგვხვდა ჩვენ სალიბაურში, ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია, სადაც მოსახლეობამ, ადგილობრივ მოსახლეობამ გადაკეტა ეს შემოვლითი გზა და კომპანიას აღარ აძლევს საშუალებას, რომ განაგრძონ სამუშაოები. აქ სულ 12 ოჯახი ცხოვრობს კორპუსში და 3 ოჯახი კიდევ ცალკე და მათ გაშლილი აქვთ ასევე კარვები და ამბობენ, რომ ვიდრე ხელისუფლებასთან დაელაპარაკება და მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე სამუშაოები ვერ გაგრძელდება ამ ტერიტორიაზე. ასეთია რეალობა სალიბაურში ამ დროისთვის ავტომაგისტრალთან. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ. დროებით.